ხშირად ხდება ხოლმე ვიდეოები, როდესაც არტისტები შემდეგნაირ რამეს აკეთებენ. ხატავენ ერთ და იგივე ნახატს 1 საათი, 10 წუთი, 1 წუთი და 10 საათი, ან რაღაც ეგეთი. და მინდოდა მსგავსი რამე გავეკეთებინა, მაგრამ ფიზიკურად 10 საათი ვერ დავხატავ. იმიტომ რომ მაგდენად დეტალიზირებულ არტს ვერ გავაკეთებ, ვერ შევძლებ, რომ 10 საათი დამჭირდეს. ამიტომ დავხატავ 10 წამი, 1 წუთი, 10 წუთი და 1 საათი. და ამ ჩელენჯში დასახადად ავარჩიე ჩემი საყვარელი ჯოლინი. მოკლედ, პირველ 10 წამიან ნახატს რაც შეეხება, როგორც ხედავთ, აბსოლუტური საშინელება გამოვიდა. თავისთავად 10 წამი წარმოუდგენლად მოკლედ როა, მაგრამ ვიფიქრე, რომ სახის მოხაზვას და რაღაცას მაინც მოვასწრებ მეთქი. თუმცა ეგეც არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ ვცადე დახატვა. თუმცა ყველა ჯერზე იგივე განმეორდა. რაც შეეხება 1 წუთიან ნახატს, აქაც იგივენაირად ვიფიქრე, რომ სახის მოხაზვას მაინც მოვასწრებდი, მაგრამ ანატომია ჩემი ძლიერი მხარე არაა და არც სწრაფად ხატვა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ამიტომ ალბათ ჯობდა უფრო მარტივი რეფერენსი და ნახატი ამერჩია. და მიუხედავად იმისა, რომ ვერც 10 წუთიანის დამთავრება ვერ მოვასწარი ბოლომდე, იმიტომ რომ ფერადი ნახატი ავარჩიე და ვიფიქრე, რომ მე მივხვდი, რომ ჯობდა შავ-თეთრი გრაფიკული ამერჩია, უფრო ადვილი იქნებოდა დასახადად, იმიტომ რომ ფერებში მარტო ტონების და შუქჩრდილების დასმა მოვასწარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჯოლინს მაინც გავს. და ასევე შუა ხატვის დროს გავაანალიზე, რომ რეფერენსად რასაც ვიყენებდი ნახატს, AI-ით იყო ჯენერირებული, იმიტომ რომ ხელები აბსოლუტურად გაურკვეველი იყო რა ჯანაბა ეხატა. ანუ პირველი 3 ნახატისთვის ანიმე ნახატი ავარჩიე და ბოლო 1 საათიანი ნახატისთვის რეალური ადამიანის ფოტო ავარჩიე რეფერენსად და იმის მიხედვით დავხატე ჯოლინის პერსონაჟი. ანუ რეფერენსი პოზისთვის და განათებისთვის როგორ იქნებოდა ნახატში. და თავისთავად ვეცადე, რომ რაც შეიძლება მარტივი რეფერენსი ამერჩია, მაგრამ მაინც დასრულება მოვასწარი ნახატის, ანუ ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ თლად ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. ნახატს მაინც ემჩნევა, რომ შესწორებები კიდე უნდოდა, იმიტომ რომ ანატომია არ არის სწორედ დახატული და პროპორციებიც არ ვარგა. და ასევე რეფერენსი თავისთავად, ანუ შედარებით მარტივი ავარჩიე, რა რთული პოზა არ ყოფილიყო, მარტო სახევან ამეხატა და ხელი, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც მაინც ავურია, იმიტომ რომ ხელი თავიდან ძალიან პატარა გამომივიდა. თუმცა ერთი რაც შეიძლება ითქვას ნორმალური გამოვიდა და მომეწონა ამ ნახატში არის ფერები. ნიონ ფერებს და ტონებს ზოგადად არ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან უყირალაა და არ მომწონს. მაგრამ ამჯერად ვცადე და მთლად ისეთი საშინელება არ გამოვიდა, როგორცაც მოველოდი. 1 საათისთვის არ ვიცი, გონი ცუდი არ გამოვიდა, მაგრამ თლიანობაში ნახატი მაინც არაა კარგი. ოკეი, მიუხედავად ის, რომ ფერები მომწონს. არ მითქოს, რომ კარგი იყო, მეთქნებოდ მომწონს ნახატში. არ ვიცი, შეიძლება ეს კიდევ ვცადო და სხვა პერსონაჟში დავხატო, ოღონდ ამ შემთხვევაში ვცდი 1 წუთს, 10 წუთს, 1 საათს და 3 საათს ან 5 საათს. ასევე თუ ვინმეს ჩემი სხვა ნახატები აინტერესებს, შეგიძლიათ Instagram-ზე და TikTok-ზე ნახოთ. მადლობა.